7 საათის საარჩევნო უბნების გახსნიდან დღეს 27 ოქტომბერია საქართველოს მოსახლეობა რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. ოფიციალურად რეგისტრირებული 3.3.719 ამომრჩეველი და 3699 უბანი დილის 8 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ისევ დღის 12 საათის მონაცემები არსებობს, რომლის მიხედვით აქტივობა 17.15% შეადგენს. ანუ კენჭისყრაში 601.710 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროცენტულად ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება 29%. შემდეგ მოდის გურია 24%-ით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ქვემო ქართლშია, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 14.4% შეადგენს. ამორჩეველთა აქტივობის შესახებ ახალი მონაცემები ზუსტად 9 საათში გახდება ცნობილი. 4:30-ზე ცესკოში მორიგი ბრიფინგი გაიმართება. მანამდე კი რა ინფორმაციას ფლობენ არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მათ რამდენიმე წუთის წინ ნინო გომართელი ესაუბრა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ნინო, უფრო კონკრეტულად, როდის გაიმართება პირველ რიგში ბრიფინგი ახალი მონაცემების შესახებ და რა განცხადებები კეთდება მანამდე საარჩევნო ადმინისტრაციაში? 9 საათში შეაჯამებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 საათისთვის არსებულ მონაცემებს ამორჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით. მანამდე კი ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გარკვეული პოლიტიკური ძალების წევრებს და ამასთანავე წარმომადგენლებს. ჩვენ ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობენ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ, აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ ამ დროისათვის ცესკოში ინფორმაცია შესული არ არის. არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პროცედურულ დარღვევებზე, რომელთაც არ აქვს შესაძლებლობა და რომლებიც არ უქმნიან სერიოზულ საფრთხეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. ამ დრომდე არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა ჩვენთვის ცნობილი არ არის, არც ჩვენი წარმომადგენლებისგან, არც კომისიის წევრებისგან და არც ადგილობრივი ორგანიზაციებისგან. ძირითადად პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ამ მომენტისთვის მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ქონია, ამაზე მეტყველებს იმ საჩივრების რაოდენობა, რომელიც არის შესული ადგილებზე. და ეს არის დარღვევები იმ სახის, რომელიც არის პროცედურული დარღვევები, რომლებიც საბოლოო ჯამში შედეგზე ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პერიოდულად შემოდის ინფორმაცია პროცედურული დარღვევების შესახებ. რაიმე ისეთ მნიშვნელოვან დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების პროცესის ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. ცენტრალური საარჩევნო კომისია ესწრება ყველა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კანონის შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. საქართველოს მოქალაქეებს კიდევ 5 საათი აქვთ იმისათვის, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ისარგებლონ. ამის შემდეგ ზუსტად 20 საათზე დაიხურება საარჩევნო უბნები და ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება ყველა უბანზე. შემდგომ ეს ინფორმაცია მივა ოლქებში. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორც ცნობილია, ავღანეთში 2 საარჩევნო უბანზე არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდა და სწორედ ამ ორი უბნის შედეგების დათვლა მოხდება უშუალოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიერ. გმადლობთ ნინო გომართელი საუბრობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პირდაპირ ეთერში. ჩვენ ცესკოს 9 საათში კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით 4:09-ზე. მე შეგახსენებთ, რომ ცესკოში მორიგი ბრიფინგი გაიმართება და ამორჩეველთა აქტივობის შესახებ ახალი მონაცემები გახდება ცნობილი. დღევანდელ არჩევნებს 60 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება. სულ ადგილობრივ დამკვირვებელთა რაოდენობა 19,446 აღწევს. არჩევნების მიმდინარეობის შესახებ დილიდან 7 სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელები ინფორმაციას მედია ცენტრში იღებენ, რომელიც ქობულეთის ქუჩაზეა გახსნილი. რა ხდება საარჩევნო უბნებზე და რა დარღვევებია გამოვლენილი ხმის მიცემის დაწყებიდან 7 საათის შემდეგ. დამკვირვებლები ბრიფინგს ყოველ 9 საათში მართავენ. მორიგ მონაცემებს რამდენიმე წუთში ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიაწვის. ნატა ქაჯაია ელოდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მორიგი ბრიფინგის დაწყებას. ნატა, ჩატარდა თუ არა უკვე ეს ბრიფინგი და რა ინფორმაციას ფლობენ ამ დროისთვის საიას წარმომადგენლები? დიახთამთა რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ მედიას წარუდგინა იმ დარღვევების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბოლო 7 საათის განმავლობაში მოხდა. კოჟორიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ არ ხდება საჩივრების დროულად მიღება საოლქო საარჩევნო კომისიებში. გარდა ამისა, პრობლემები ექმნებათ პერმანენტულად საიას მონიტორებს და კიდევ ერთი პრობლემები შეიქმნა საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ დარღვევებს საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობით ხსნის.
მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია საჩივრების ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები. იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო კომისიები არ იბარებდნენ საჩივრებს იმ მოტივით, რომ აღნიშნულ დარღვევას ან ადგილი არ ქონია, ან უბნის გარეთ ქონია. მქონდა ამას ადგილი, რაც არ არის ცხადია საუბნო საარჩევნო კომისიის გასართობების საკითხი, ის ვალდებულია ჩაიბაროს საჩივარი, როგორი სულელურიც არ უნდა იყოს წყალებში ვსვამ ამ სიტყვას და ამის შემდეგ გაარკვიოს მითითებული დარღვევა ნამდვილად მოხდა თუ არა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რეგიონების გარდა არჩევნებს, საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდება დედაქალაქშიც. სულ ამ ორგანიზაციას 400 დამკვირვებელი ყავს. ცოტა ხანში ზუსტად 9 საათში კი თამთა უნდა დაიწყოს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლების პრესკონფერენცია. გმადლობთ, ეს იყო ნატა ქაჯაია და პირდაპირ ჩართვა მედია ცენტრიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის მორიგი ბრიფინგი დასრულდა. და რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ დილიდან საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს აზერბაიჯანშიც. ბაქოში 3 საარჩევნო უბანი საქართველოს საელჩო შენობაშია გახსნილი. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ინფორმაციით სულ ქვეყანაში 8000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. თუმცა საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ბაქოში 4 წელია ცხოვრობს, კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს. უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა. Სოხოთი წელია უკვე მინდოდა გამიმეცა საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი გადააქცირები, მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდი საარჩევნო სიაში ერთი ძალიან გული მწყდება, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საარჩევნო პროცესი მიდის მშვიდად, დემოკრატიულად და წნარ ვითარებაში, ერთი ძალიან ყვაყოფილი ვარ მე. ვალდებული ვარ, რომ არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა და მივიღე. არჩევნები კარდება ნორმალურად. უმაღლეს დონეზე, რაზეც ყველა იქნება მოყოფილი. სამი უბანია გახსნილი, ნომერი მე-4, მე-5, მე-6. მოდის ხალხი ხმასაც რომ ყველაფერი მშვიდობია, ნორმალურად მიმდინარეობს დარღვევების გარეშე. ახლა კი ბოლო ინფორმაცია ბელორუსიდან, სადაც კენჭისყრის პროცესი ასევე დილის 8 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბანი მინსკში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზეა გახსნილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მონაცემებით ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და ამ დროისთვის რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ცესკოს მონაცემებით მინსკში საქართველოს 402 ადამიანია რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ აქ ვარ, ჩემთვის სანიშნავია საქართველოს მომავალი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამს საქართველოში ვაპირებ აუცილებლად დაბრუნებას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს ნათელი და კეთესი ვიდრე ახლა არის. ჩემთვის სულ ერთი არ არის საქართველოს მომავალი და ვფიქრობ, ჩემი ხმით საქართველოს მომავლის ერთი პატარა ხმა წინ წავა საქართველოს მომავალი და ვფიქრობ, ჩემი არჩევანი ზუსტი იქნება საქართველოსთვის და კარგი იქნება. დღეისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩვენ გვაქვს დამტკიცებული 402 საქართველოს მოქალაქისგან შედგენილი სია, რომელიც არიან საკონსულო აღრიცხვაზე. აქტიურობა საკმაოდ უკვე ამ დროისთვის მიუხედავად იმისა, რომ კვირა დილა საკმაოდ მაღალია, მოდიან, აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. და სწორედ უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ისაუბრა რამდენიმე წუთის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ არჩევანი უკვე გააკეთა. მაია ფანჯიკიძის განმარტებით, იორდანიაში, ასევე მოლდოვასა და რუმინეთში ამომრჩევლების სიმცირის გამო კომისია ვერ შეიკრიბა და შესაბამისად იქ მცხოვრები ქართველები კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. დღესვე ხმის მიცემის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა შეაფასა. დიპლომატის განმარტებით, რუსი სამხედროების ქმედებებსა და ეგრეთ წოდებული საზღვრების ჩაკვეთვაზე საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ინფორმირებულია. საზღვარგარეთ დაახლოებით 50000 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დაახლოებით 50 უბანი გაიხსნება, არ არის ჯერ მხოლოდ გახსნილი უბნები ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, დროში განსხვავების გამო. ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩაკეტილია საოკუპაციო ხაზი და მოსახლეობას არ აძლევენ იმ საშუალებას, რომ გადმოვიდნენ და გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებს
ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შევატყობინეთ ამის შესახებ და ვცდილობთ, რომ მშვიდობიანად პროვოკაციების გარეშე, გართულების გარეშე როგორმე მოვახერხოთ ამ ხალხისთვის დახმარების გაწევა, რომ გადმოვიდნენ და ხმა მისცენ.